საქალაქოთაშორისო მძღოლები გვეუბნებიან, რომ საწვავის ფასი ბოლო 3 დღეში დაახლოებით 40 თეთრით არის გაზრდილი, რაც საგანგაშო მაჩვენებელია, ამბობენ, რომ ფასის მატება აგვისტოში შესამჩნევია და ამ ეტაპზე მათი თქმით მგზავრობის საფასური ბოლო პერიოდში, ბოლო 2 კვირაში არ გაზრდილა, თუმცა თუ საწვავის ფასის მატების ტენდენცია გაგრძელდება, ისინი ფასის ზრდას, მათ შორის საქალაქოთაშორისო ტრანსპორტზე არ გამორიცხავენ და გვიყვებიან, რომ მხოლოდ მგზავრობის ფასზე არ იქნება ასახვა, უკვე საწვავის გაძვირებას მოჰყვა პროდუქტების გაძვირებაც და სეზონური ბოსტნეულიც, როგორც თავად ამბობენ, არ არის გაიაფებული, პირიქით ფასები უფრო და უფრო მზარდია. გუშინ გავიარე ჩავასხი 75 და დღეს გამოვიარე 85. ვერ გაივლი ნორმალურად. სულ საცობებია ყველგან და ყველა რომ მოიმატა საწვავმა, ყველა ის ხაზი გაძვირდა, ყველა მარშრუტზე. მოუმატეს 5 ლარი. ახლა კიდე გაძვირდა საწვავი და არ ვიცი რა სიზავე. გაძვირდა კი არა, 3 დღეში 40 თეთრი მაიმატა. 50 ლარის საწვავი მინდოდა ფასანაურამდე. ეხლა 80-ზე არ აკმაობს. უბედურება ეს ამბავი. ეს საწვავი რო იმატეს, მე აი ბაზარში შედით, რა ამბავია. 1 კილოგრამი ატამი 5 ლარი ღირს და პამიდორი 4-5 ლარი ღირს. თუმცა ლარი და ლარი ნახევარი ღირდა ხოლმე. სახელმწიფო არის ვალდებული რომ რამე გააკეთოს როგორც როგორ არ არის ვალდებული? რა უნდა გააკეთონ? რომ დაარეგულირონ ხარცები. 15 ლარი დაგვემატა და ეგ არის მოემატა კიდე და всё ყოველდღიური ხარს კიდე 15 ლარი დაგვემატა. რა ვქნათ აბა ჩვენზე რო იყოს დამოკიდო გავაძვირებთ, მაგრამ ვერ ვაძვირებთ. ხალხს არ აქვს საშუალება და ამას ვერ ახვდება ბევრი. აი მაგალითად მე ვარ გლეხი. დავდივარ რომ დღეში ვიშო 2 კაპიკი რომ ბავშვებს მიუტანო საჭმელი ვაჭამ. ცხოვრება არ არის. ყველაფერი გაძვირებული, აი შედის ბაზარში და გაძვირებული. პამიდორში 4 ლარს მისო 4 ლარს და მე დაიწყორება. 50 ლარი რომ გავაკეთო დღეში 50 ლარი და მიხარია მააქმედი. ბაზარში ხარ სახში ვერაფერი ვერ ვიყავ. მოქალაქეების ამ პრობლემებს ისმენს თვეებია ქართული ოცნება, თუმცა მათ მოსაგვარებლად ჯერჯერობით ნაბიჯები არ გადაუდგამთ.